როგორც იქნა ჩადგა ეს კარი და გამოვედი ისევ მარმიშკით, ისევ ყარაჯალის ტბებზე. შეუკიკინა ცოტა ამ კარასებს, მაგრამ რის სეზონიც არის ახლა. იმაზე თევზაობ თან ისეთი სასიამოვნო ყოფილა ამ კარასების დაჭერა. ესეთი პატარა ჯოხით, რომ მიჩვევაც ცოტნია. დღეს კარი არ არის. იმედი მაქვს, რომ საინტერესო თევზაობა გამომივა დღესაც, თუმცა ღამე იყო ძალიან სიცივე, 0 გრადუსი, დაჟე ცოტა -1-ისკენაც იხრებოდა. ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რამდენად აქტიურობა იქნება დღეს, მაგრამ მოვსინჯა. ისევ ფეივორიტის შავი გედი 2 გრამამდე. დაბალი ტესტის ჯოხი უნდა ესე მარმიშკაზე სათევზაოდ და კარასებზე რა. თორე ისე ძალიან რთული არის, ძალიან გაგიჭირდება მაღალი ტესტის და ესეთი ცოტა სქელი წნულით და ესეთი დიდი სატყუარებით დაჭერა არ რთულებს. არ გავარდნილ თევზს თუ დაიჭერ ეგრე 1000-ში ერთს. ამიტომ ესეთი დაბალი ტესტია საჭირო, ესეთი თხელი ნანოფილი ან ჰარდკორსაც აქვს ესეთი კაი რაღაც მონოფილივით მასალა. უფრო თხელი ფლურო ავიღე მაღაზია მეტეორში, ეს არის 0.009 ზომით და დღეს ცოტა უფრო თხელით ვიქნები. აქამდე 0.12 მქონდა. მარმიშკა 0.3 მიყენია. და წითელი ფერით დავიწყებ, წინაზე კი შავით დავამთავრე, თან როგორ დავამთავრე. დღეს წითელი დავიწყებ, მაგრამ შავით ჩემ ხელში არ არის. გადავაყენებ თუ რამეა. ასე რომ ამინდი ხელს შემიწყობს. ზიანი დღე არის. მაინც და მაინც დიდი სითბო არ წერია, 7 გრადუსი წერია მაქსიმალური, მაგრამ მოვსინჯოთ. თავარია კარი არ არის. აჰა. პირველი. ტიტურარის. კარასია უეჭელი. რა კარგი ზომაა, ბიჭო. ობძანდი. შეციებული სახე გაქვს. რა ხელა არის ჩემი კაი. აი, ზუსტ ამ ხელა ნახდათ არ ამყავს აქ დაჭერილი. რა ხელა კარასია. მოდი. რა გაიგიჟე თავი წყალში გებრძოლა, მასე იქნება შეულიყავი. ეხლა უშენს ოთახა. ოპ, დღილად. რა ხელა კარასი. რა ხელა. და შვენივრად დაიწყო დღე. გამოვაცალო. დავშვიდდი 1 წამით. რა კრათ მოგედა. 1 წამი. რა ცუდი ხელის მოსაკიდებელია ხოლმე თან. ის არ მინდა რომ მოწყდეს, ის ხომ მიწევებულია მარმიშკის სიმძიმე ნემსკავზე და ესე. მაგარი არის. ჯოხთან შედარებით რა ხელა. როსია.
მოიცა ესე შეხედეთ აი რა თან ან ძელი კარასწორი და კაი ესეთი სქელია რა მაგარია ძალიან ამის დაჭერა იმენა ერთი სიამოვნება არის ხოლმე მიგობრძანოთ აბა კაკასა ნახოთ აბა დღევანდელ დღეს რამდენი კარასით დავასრულებ ნუ ეცდები ქორჭილები და კარკლაბებიც მივამატა რა ძირითადი აქცენტი იქნება კარასებზე არის ეს უკვე ისეთი დიდი არ არის მაგრამ ოხ შენი ბალახებში შემასწრო ძალიან ცუდია ეგ აუ რამ ხელაზე ჩასტარტა ბალახში რამ ხელაზე შესტარტა ბალახში და მაინც და მაინც აქ არის ისეთი რაღაცნაირი ბალახი და გამოძვრა ანუ ახუია უცბად კიდე არ შეძვრეს რა ქაჯი არის ნახე აი იმის ნახევარი ზომისაა რაც წეგან დავიჭირე მაგრამ ველური ქცევები აქვს მას კამერას აკოფილა აწეული მოდი ასე პატარა მაგრამ ველური რა ვისთვის პატარა ვისთვის კაი ნორმალური ესეთი არის კარგი დავშვიდი და შენ ბალახებში მე გინდოდა ბალახებში და მართლა ბალახებში ჩაძვრა ასაც მეორე ზე მომიჩენჩა სილიგონი შევასწორეთ და ჯანდაბა კარიკლაპია ყოფილა და პატარარი ემხელა კარიკლაპია შეიძლება ცხოვრებაში არ მყავდეს დაჭერილი არ ვიცი არ მახსენდება მე ესეთი ტიპად და რა მაინც კამერას გაკუდი შედამპალო აი პატარა კარიკლაპია და მასში ქონია ოხ მაგისი არ მიშკა მომიკუნიტა
ერთი გარასი დაცურავს ზედაპირთან. ოჰო, რა, კორტილა არის? კორტილა არის. ისე ველურად დაარტყარო. გარასი არ იქნებოდა. კაი კორტილა. მოგონა. გეაკ. სამმაგი ბუკეტი შევკარი უკვე. სვაბნოთ რა. ხოჭილა. ოჰო, ეს უკვე კარას საგავს ეს უკვე. დიახ. ოჰო, რა კარგად იბიჭი. სამი თორი. კარას მაინც და წინა ურდნა. ეს რა ოქროსფერი. ესე, სამი თორი. აი, ოქროსფერი გარასი. დიაკ. კაი სქელი არის. ბომბა კარასის ბიძაშვილია. ცოტა აკლია. კარგი. დამაცადე. ბიჭო? დავიდა გარასი. დღესაც მშვენიერი დღე არის. აშკარად თევზი აქტიურობს. სამივენაირი ჯიში. საზანი ბევრი არ არის ამ ტბაში. თითოეულა დაცურავს. ერთხელ ყავს და ჯერ მაშინ უბრალოდ YouTube არხი არ მქონა გაკეთებული, მაგრამ ტელეფონით მაქვს გადაღებული ის ვიდეო და შორტებში მიდევს. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემ არხზე. ნახოთ ის ვიდეოც. თუ გამოიწერთ არხს, დიდად დამავალებთ. მეც უფრო ვეცდები, რომ საინტერესო ვიდეოები არ მოგაკლოთ ხოლმე. ასე რომ გამოიწერეთ და გავაგრძელოთ ჩვენ ამასობაში.
რა გეგონა? ძმობილო ავტომობილო. ჭიაში ხო არ აგერია? აბა მოდი. მოდი. ეგა. ეკარის. ორი კუზიანი. კარასია, ტყელი. ოთხი გარასები ქორჭილების წინააღმდეგ. აიზე. შენ კითხულობდი? დავი ვიჭერდა. კარასიც დავიჭირე, ქორჭილაც და გარიყლაპიაც. მე სულ ადგილებს ვიცვლი, ერთ ადგილას არ ჩერდები ხოლმე და ხან საით დგები, ხან საით. სპინინგით თევზაობ და ესე ერთ ადგილზე დიდხანს არ ჩერდები. არაფერს. Opa. Bicho ramxela. ჩემი კაი. რამხელა კარასი არის. ჩემი. ოდიაკ. ჩემი რამხელა კარასია. ჩემი რამხელა კარასია. ძალიან დიდი კარასი არის, აი ძალიან. ჩემი. არა სპინინგით თევზაობ სილიკონზე. აი ვიღაცა წეღარო კითხულობდა ვიდეოებსა დეებსო და ეხლა არ არის შემოდგომაზე არისო. ხო, აი გავარ მე ძმაო და შემოდგომაზე კი არა, დღეს 10 მარტი ხო არის. დღეს ვედავდებ ამ ვიდეოს და უყურონ და მე რე იძახონ ძმაო, ჩემ ვიდეოში წიქნება მე მგონი მაგათი ხმა. რო არასჯერა ზოგს. აჰა, თქვენ თვალწინ პირდაპირ ამ ხელა კარასი არის. ესე, ვიღაცებს არ ჯეროდა რომ ის ვიდეო შემოდგომაზე არისო, გადაღებულიო ვითო. ესე. ასე დღეს არის 10 მარტი. ხო 10 არის. 11 ხო არა. ჩათაში ჩამოვარდა. ესე. დღეს არის 10 მარტი. ხო, არ ვიცი ვინ კითხულობდა. რო შემოდგომაზე არისო ვიდეო ვითომ გადაღებულიო. თუ უყურებს ამ ვიდეოს აგერ აი ძმაო 10 მარტი და ვინც კითხულობდა შემოდგომაზე გადაღებული ვიდეოებს ადებენ ეხლა და ხალხს აგიჟებენო დღეს მოვისმინე ეგ დიალოგი ოღონდ შორიდან და დაუძახე გადმოდი მეთქი აქეთ გაჩვენო მეთქი, მაგრამ რა ვიცი წავიდნენ გული აიცრუ ეს არ მოსულანდა. აჰა ძმაო მე გავუშვით აი ესეთ კარასებს თქვენ მოგძანდით მე დაიჭირეთ ხოლმე. Opa. კიდე რა ხელა. აი ბალახში არ შეძულე. მოდია. მოდი. რა ხელა. რა ძალიან მებრძოლი კარას. ი არის რა. ხო.
რა შვება? ბიჭო. არ გაწყვიტო. ნახე რა სიბძვის. ნელა. ნახე. რომ გადარია. დია. შემი. წეციმნაირია, წოგო. არი ჭირებაო, კაც ჩემო დგომაზე არისო ვიდეო. გადაღებულიო და გვაგიჟებენო, აჰა. არი თუ არა ეს კარასი. ოპ, ნელა. დაჩერდი. აი, ადგილ სიღრმეები აქვს, აი ბალახებს შორის, სადაც პატარა ფანჯრები ვითაა, იმაში უტარებ და იმაში იმალებიან უფრო. მაგარი ზომის კარასია. აჰა, ესეც მე-6. დღეს იქნება ახალი რეკორდიც დავდო. ესე. Rari. Andabari, კაცო. ქორჭილა ყოფილა. მეთქი რა აწובה ესე მაგრად. გაცოფებული ქორჭილა. სუეგა ხა, წაღა რა გაიგე თავი. 6-3 ქორჭილები კარასების წინააღმდეგ. აი. გაუშვი პირი. ქორჭილაც თუ არ მოდის. შემოდგომაზე გადაღებულიაო ვიდეო, ვიღაცა იძახდა შორიდან. გავესაუბრე შორიდან რომ მეთქი. მოდი აქ და გაჩვენებ მეთქი თევს. შემოდგომაზე გადაღებულ ვიდეოს რა გამაჩერებინებს გაზაფხულამდე. შემოდგომაზე თუ გადავიღე, გარემ დავდებ შემოდგომაზე. და ვიღაცას თუ ტივტივაზე არ დაურტყარა, ჩემი ბრალია. მე აგერ სპინინგით. შვენივრად ვიჭერ. ესე რომ მოგზანდით. ოღონდ სათანადო აღჭურვილობით. რაღაც დიდი ტესტის ჯოხით ფიზიკურად ვერ გაატარებ ესეთ სატყუარას, ვერ გავუკეთებ ანიმაციას და ვერ მოატყუებ თევს. და მე თან მოძრავ, ერთ ადგილზე არ ვჩერდები. აქ დავიჭერ 1-2-ს, იქ დავიჭერ ესე, გადავდივარ, გადმოვდივარ, სხვა ადგილებში ვეძებ აქტიურ თევს. და ავიჩი შეიძლება ტივტივითაც მოძებნო მასე ახლა ცოტა ხანი აქ მოსინჯო თუ არ დაგიწყდა, ცოტა ხანი იქ მოსინჯო. მაგრამ ასე თუ ერთ ადგილზე ჩაუჯექი და ჩაგდებული გაქვს და ერთხელა 1 საათი არ დაგიწყდა არაფერმა. რა ვიცი, ან სხვა ადგილი მოძებნე, ან სტილი შეცვალე. ყველას თავის
მოდი აქ. მორიგი კარასი. კარასები არ ნებდებიან და ქორჭილებს გაანადგურებენ. ეშვიდე. მაგრამ ეს რაღაც საშუალო ზომის. Ela. გამათევზიანა. კურტკა დამისვარა რა. მეშვიდე. ჩაბრძანდიება. ერაზე ვთევზა. შევალამაზოთ ახლა. ჩამოჩენჩილად რო არ იყოს. ესე. Всё. წავიდა ბრძოლაში. როგორც იქნა. კაი პაუზა მქონდა 1.5 საათი, ვერაფერი ვერ ვიპოვე. საკმუებელი. მერვე კარასი. გადამოდი. საშუალო. Allo. ეს ცოტა ვერცხლისფერია. აბა. ნახებერი. ისეთი. დავიდა. საკარიკლაპიასავით კარიკლაპია ოფილა. კარიკლაპიასავით დაეტაკა თქო და მეთქვა კარიკლაპია არ გადაყვნიტო ფეხბაცები რა. გაჩერდი. აბა. კარიკლაპიის ლეკვი. გადაყვნიტოს გადავჭი, იმიტომ რომ გარედან მოედო. ესე მოედო. ლოყაზე. ოპ. მიდი. ოპა, ჩაძრა. რომ მარმიშკარ. მივაკლიჯე. დღეს ისეც. ერთი კარიკლაპიას გავატანე და 2 ცალიც ისე ჩავწყვიტე. ხან არის რომ მოხვალ ერთ ცალს არ ჩაწყვეტო, ხან კიდე ერთი მუჭა გჭირდება. ესე, მეორე კარიკლაპია. Adiak. Katarak beshi. Este bețo gubeia. Vezi, Cohta karasi. Semeret mogeto.
კაღე. ამდე ხარ მაგრად მოვიდა. აბა იქით მოხია. ამაზოს. მეორე უკვე ამ გუბეში, აი, სულ ეს არის პატარა გუბი. შენ რა გითხარი. გაეშვა. ჯანდაბას. ხოდავსი მაინც. ერთი ბეწო გუბეში მესამე დავსვი. აბა ვნახოთ. ვარია ესაც არ გაგვექცეს. და ორ ნიშნაზე ავედი დღესაც. 10 წალი. მოდი. ჩემთან. მოდი ჩემთან. თლა მაზოვე რა ხარ, მაგრამ ორ ნიშნა მეათე კარასი გიხოთ, ხა? მიდი. ბიჭო ეს სიარული უნდა ხანსად არიან აი დღევანდელ ვიდეოში ნახავთ რომ წინა კადრები სადაც თქონა გადაღებული დღეს იქ საერთოდ ვერ დავიჭირე თუ ერთ წალი დავიჭირე არ მახსოვს და დღეს სხვა ადგილებში იყო თევზი რა ასე რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ხოლმე სად თავარი იაროთ მონახოთ აქტიური ადგილი ასა ხო აქტიური ადგილი რა აქტიური თევზი რომელ ადგილზე არის დამალული და აი ერთი ვეწო გუბე აი თავი და ესეც ბოლო გარასი მეოთხე დავსვი აქ უკვე ერთი გამექცა სამი დავიჭირე ესეც მე-11 ჯამში ჩვენიერი ზონის არასი მოგაბება მოკლედ დავამთავრე დღესაც შვენივრად წარმატებით ვითევზავე 11 ცალი კარას დავიჭირე 2 გაქცევა მქონდა 3 ცალი ქორჭილა 2 ცალი პატარა გარიღლაბია დღეს არის 10 მარტი დღეს რა დაამონტაჟებს და რა გადაიტანს 10-ში ხვალე დავდებ 11-ში სავარაუდოდ 11 მარტს დავდებ დღევანდელი დღის ვიდეოს კიდევ კაი ვიღაცის რაღაცა რეპლიკები მესმოდა შორიდან მე დაუძახე მეთქი გადმოდი მე ვიღებ მეთქი ვიდეოებს ჩემ წინა ვიდეოებზე იძახდა რომ ეგ ვიდეოებიო შემოდგომას არისო გადაღებულიო აი ხეებს რო ფოთლები გასვიდაო და თევზი რომ მაგრად მოდიოდაო და დაუძახე როგორც კი გავიგე მივხვდი რომ ჩემ ვიდეოებზე იყო საუბარი და გადმოდი მეთქი ძმაო მე ვიღებ მეთქი ვიდეოს ეხლაც აქავარ მეთქი და რავი ხო და წავიდა მე ვიღაცა შეესწრო კიდევაც რომ კაი 1-2 კაი დიდი კარასი მის თვალწინ დავიჭირე და მოკლედ ესია რა ვიცი რა შემჭირდება ვერ ხვდები შემოდგომას გადაღებულ ვიდეოს გაზაფხულამდე შევინახავ და გაზაფხულზე დავდებ რა ვიცი ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რა მოგება უნდა ვნახო მე მაგით არაფერი არ მაქვს საჩემოთ რო ავიღო ხო და რა ვიცი რო გადავიღებ ხოლმე ვიდეოს იმავე დღეს თუ არა რამოდენიმე დღეში მაინც ავდებ ხოლმე ასე და ამგვარად
დღესაც შვენიერი თავზაობა იყო, მე მომეწონა. ყარაჯალის ტბებზე, რა ვიცი, ნარმიშკაზე მშვენივრად მოდის გაზაფხულზე თევზი. ტივტივაზე არ ვიცი ვინ როგორ რას იჭერს, მაგრამ სპინინგით ნანო ჯოხზე შვენივრად ვიჭერ ძალიან ისეთ სასიამოვნო ზომის კარასებს. დროებით აბა მომავალ შეხვედრამდე წარმატებები ყველას.